მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო გამომწერებო. დღეს ზუსტად 10:09 წუთზე წამოვხტი საწოლიდან, გადმოვარდი, რასაც ქვია. აქ რატო დავდივარ ოღროჩოღროში? მოიცა? 10 საათზე, წარმოგიდგენთ 10 საათზე სამსახურში უნდა ყოფილიყავი და 10:09 წუთზე ავდექი. გულგახეთქილი, მეთქი ვსეო დამაგვიანდა და ძალიან მეზიზღება დაგვიანება არის ჩემი ყველაზე დიდი ისეთი ფობია, შიში. და გიჟივით წამოვხტი, მეც არ ვიცი რანაირად, მაგრამ ზუსტად 20 წუთში გავემზადე და გავარდი. ალბათ მემჩნდება, ხო? რა გიჟივით გავემზადე. მოგეთ მოვასწარი. 10 წუთით ადრე მოვედი. ხა მივიდივარ სუპერში და თქვენც წაგიყვანთ თუ გადამაღებინეს. ეგრევე ვხედავ რაც მინდა, სხვა შორის ეს მიწელია სიაში ერთ-ერთი, მაგრამ ეს რომელია? ხო, მშვენი არის ერთი, ამას ავიღებ. რაღაც 2 ცალი 35 მეტად. აბა ნახეთ როგორ North Face-ის ჩანთა 3 შეკელად. შეიძლება ჩემს ძმას უნდადეს და ჩავუგდე. პიტერი 120 შეკელი. მინდა ბავშვის პენლები. Dreamies წერსასრუტები. რა კარგია პირსახოცები 2 ცალი 100 შეკელად. კი მინდა რაღა დაგიმალოთ. ცალი დიდი პირსახოცები 100 შეკელი, 3 ცალი აი აქედან 100 შეკელი და 5 ცალი სახის და პირის 100 შეკელი. ნახევარი ბრინჯი, ნუ თითქმის კილო ნახევარი, კილო და 400, 8 შეკელი. ყავები ხელა პანტენია და Head and Shoulders-ი და რა ღირს 30 შეკელი და 25 შეკელი. ეს 3 ცალი ერთად 40 შეკელი. ეს 2 ცალი პარადონტაქსი 40 შეკელი. ვისაც სასუსტმოები და სახრამნოები გიყვართ, ეს განყოფილება ნამდვილად თქვენთვისაა. ეს არის ბამბა, ერთი ყველაზე ცნობილი ისრაელური სასუსტმავი, რომელიც მზადდება სიმინდისგან და აქვს არაქისის გემო, აგერ აქციაშია და 9 ცალი ღირს 30 შეკელი, მართლა ძალიან იაფია. უგლუტენოა სხვათა შორის, ბისლიც ძალიან პოპულარულია და უამრავი სხვადასხვა გემოთი იყიდება. ბისლი მე მგონია არ არის უგლუტენო. რა თქმა უნდა, ბამბასა და ბისლის გარდა კიდევ უამრავი სასუსტმავი იყიდება. მაგალითად ბატიბუტი, რომელიც ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სასუსტმავი იყო ხოლმე. მე და ჩემი მეუღლე ყოველ საღამოს ფილმს ან სერიალს როცა ჩავუშვხდებოდით ხოლმე, გემრიელად შევექცევდით ხოლმე აი ამ ბატიბუტს, იმიტომ რომ ეს უგლუტენოა, მაგრამ რაღაც მომენტში ორსულობის დროს გული ამიცრუდა ბატიბუტზე და იმის მერე აღარც მიჭამია და ჯერჯერობით სურვილი დიდად არ გამჩენია რომ დავუბრუნდე. ეს ოქროსფერი ორეო პირველად ვნახე და სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ გამოიყურებოდა მადის აღმძვრელად ჩემთვის და ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი ვაფლი ლოკერის, რომელსაც სამწუხაროდ ცელიაკიის გამო, სამწუხაროდ სამუდამოდ გამოვემშვიდობე. ბავშვების მაღაზიაში არა, მაგრამ აქ კი შევხვდით ერთმანეთს. იმედია ბავშვების მაღაზიებშიც წავალ ამ კვირაში. შოკოლადები და ყველგან შოკოლადები. აქეთ ყავები, ისე, ჩაი, კევი. ის ხლის კარაქისი და შეხედეთ.
კილო და 36, 360 გრამი. ვაუ. ეს ძალიან გემრიელი, ეს ძალიან კაია. ეს 23 შეკელი არის. რა ზომაა ეს რამხელა? 1 კილო. Nice. მე მინდა ამას ავიღებ 500 გრამია და 26 და 90. წვენების სექცია. უზარმაზარი, ბევრი ჩირეული. ანანასი ერთ-ერთი უგემრიელესია. მანგო. აუ მინდა, მაგრამ მე მგონი არ მეჭმევა. აქეთ თხილეული. ყველა ზომის, წონის, ფორმის. კიდე რამდენი რამეა. ძალიან დიდი მაღაზია. აი, ამებს სალათებში უშვებიან ხოლმე. უგლუტენო განყოფილებას შეებია. მე ძალიან არაფერი არ არის. ორდის პაკეტს წავიღებ. უგლუტენოს, გრუმოსი. აი ვაფლი, მაგრამ რაღაცა ძალიან საცოდავი ვაფლია, ეს არ მომწონს. ამას ჯამხომე სამსახურში უკვე თავენ ჩემთვის. სოჭარი ძალიან ნორმალურია. შოკოლადები ესენი არ მომწონს. მეულის მთები. ამას წავიღებ მოცარელა პიცისთვის. ასაც წავიღებ. აი 30. ნახეთ 14 შეკელი ღირს. ხაჭო ღირს ჩემთან სუპერში 35 შეკელი და აქ მე მგონი 22 და აქ 22 და 90. კარაქი მინდა კიდე ისეთი საჭმელისთვის. საჭმელში რო ვიხმარო ხოლმე და მოდი ამებს წავიღებ საჭმელში და ნამცხრებში. მოგადგებით მალე. ჩამოღამდა და სულ რაღაც 40 წუთი ვიყავი მაღაზიაში. ვიყიდე, ფაქტობრივად მხოლოდ ისინი რაც გაჩვენეთ. რაღაცები დამჭა საყიდელი, მაგრამ მძიმეა და ვეღარ წამოვიღებდი. ესეც უკვე ძალიან მძიმეა. ფაიდე და ხარი მტკივა. ისევ ჩემ ოფისთან ვარ და ეს მაღაზია ძალიან ახლოა ჩემ სამსახურთან და იმიტომ შემოვედი. არ მჯერა რომ ზუსტად 13 საათში კიდევ აქ უნდა მოვიდე. ღმერთო. არა, 13 არა. ხო, 13 საათში. ოილო. საათში უნდა მოვასწრო. სახში მისვლა. ავტობუსით. რაღაც მოწესრიგება, საჭმლის გაკეთებაზე უკვე აღარც ემოცნებობ, ვერ მოვასწრებ ვერანაირად. ძილი ცოტა ჩემ ქმართან ყოფნა. და რა გამოვიდა? დავიძინებ. გავიღუძებ, ისევ აქ მოვალ. ძალიან ბევრია 9 საათი დღეში მუშაობა, აი ძალიან ბევრია. ვერაფერს ვერ ვასწრებ, ხშირად წუწუნებ ამაზე. არ მიყვარს წუწუნი, მაგრამ რა ვქნა მეწუწუნება. მარტო ამაზე რომ ვერაფერს ვერ ვასწრებ. ანუ სარეცხი საქართველოდან რომ ჩამოვედით, ზუსტად პარასკევს მოვრჩი, დღეს რა დღეა? კვირა. ხახო, წარმოიდგინეთ. მთელი კვირა სარეცხს ვაკეთებდი, იმიტომ რომ ანუ ბევრი არ იყო, უბრალოდ დრო არ მქონდა ფიზიკურად, რომ სარეცხი გამერეცხა. ჩემი ქმარიც ოფისიდან მუშაობდა. უკეთ რას ვიზავთ? ძალიან დატვირთული დღეები გვაქვს. ნუ მე საერთოდ მართლა აი სამსახურიდან თუ სადმე გადავუხვიე. ვერაფერს ვეღარ მოვასწრებ. ჩვენი ლამაზი ღამის თელ-ავივი და ხა როგორ არ მინდა რომ ავტობუსმა გამასწორს. აი როგორ არ მინდა.
ტარო ლოდინის თავიც არ მაქვს. Პროსტად მაქვს, მაგრამ მინდა რომ მალე მივიდე სახლში. ხო შეიძლება. ვაუ. ისე მიყვარს ეს ხედი. რომ გამოვდივარ, წითელზე გადავედი. დღეს სამსახურიდან გამოვედი 5 საათზე. ანუ სპეციალურად ადრე წავედი დღეს დილით და ეხლა მივდივარ რომ ჩემს ქმარს შევხვდე და ბავშვის რაღაცეები ვიყიდოთ. ვიცი რომ ადრეა, ცოტა კიდე მესმის, მაგრამ ორი ძახდა, ომი რო დაიწყოსო, მე ძალიან გაგვეწელება და გადაგვედება და შეიძლება მე ვეღარ მოვასწროთ ვერაფრის ყიდვა დროულად, ამიტომ ჯობია რომ ეხლა შევიძინოთ რაღაცეები. ესე გადავწყვეტ ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ძალიან არაპროგნოზირებადია ისრაელში ცხოვრება ზოგადად. ველოდები ავტობუსს. ძალიან ცხელა. რა საყვარელი მაღაზია და რა სუნებია და ეს რამდენი საყვარელი რაღაცა. ჯერ ორი არ მოსულა და ველოდები. ეს რას გავს? ვნახოთ. მე ძალიან საყვარლობებია. ხა ეს რა ღირს 5 ცალი. აი ეს მინენეს ეს ძალიან საყვარელი ბრენდია. ძალიან ოტო-300 რაღაცეები. ორი შეხვედრაზე იყო და ცოტა აგვიანდება. ნახეთ, აი ესეთია და რა ღირს ახლა ეს. 180 შეკელი ღირს. მე აქ წელი 180 შეკელი. ძალიან საყვარლობებია. დღეს ტანსაცმლის საყიდლად არ ვართ მოსულები. მე და ორი მოვედით რომ ვიყიდოთ რა კალიასკა. მე წინდები არ შემიძლია. ძალიან საყვარლობა, გავგიჟდები. ხო, აი ესენი ხო გჭირდება. ალბათ, რა ვიცი. გჭირდება, ხა ეს რა ღირს. რა ღირს და 90 შეკელი ღირს 2 ცალი. აბა ნახოთ მამი არ ვიცი, არ გამიგია. თუ ვინმე საინტერესებს 50 შეკელი. საწოვარა. თქვენ მხოლოდ ეს ბრენდებია. ეს 2 ცალი ღირს 50 შეკელი. ესენი უკვე დიდებისა. აქ კიდე სხვა ბრენდებია, რაღაცა ლოვი. საყვარლობებია. მე ამას შეხედე, ცაწვიმრები. ცაწვიმარი. ეს რა არის? 6 ცალი, მუსლინი, 6 ცალი ღირს 60 შეკელი. ნუ ამას ნორმალური ფასი აქვს. ბავშვის ბრენდით თუ იყო ლამერი არ ვიცოდი. ეს სამეულია, ნახეთ. ესეთი რაღაცა, ეს და კიდე პატატინა ჩანთაც მოყვება. ძალიან საყვარლობა. ესეც მუსლინებია.
ეს პირსახოძებია. ვაიმე, ძალიან საყვარელი ამ ფისუნიას შეხედეთ. ხა მე როგორც ჩემი ფისუნიას პატრონი, ფისუნია არ უნდა ვიყიდო. 90 შეკელი ღირს. მე ძალიან ეს რა არის? არო ჩამოიგიდო ბავშვი, აი ესეთი რაღაცა. მაგევეთ. ჩასახუტებელი პირსახოციო. ეს მართლა არ ვიცი რას ნიშნავს. აი ნახეთ ესეთი ჩოლებრივიც არის. ეს რა ღირს? 70 შეკელი. ნუ ოკეი, ნორმალურია. ესენი არ ვიცი რისთვის არის. ეს რისთვის არის ხალხო? ბავშვი რა დავაწვინო? აზე არა ვარ, აბა ვნახოთ, იქნება ეწეროს. არ ვიცი. აზრზე არ ვარ. აი ამბებზე ხო ჭკუა მეკეტება, აი ამ სავარცხლებზე. შევჭამ. სხვათა შორის ეს კომპლექტი დედამ იყიდა საქართველოში უკვე და ეს ფრიგიც არ გამიგია. მე ვიცი მარტო ეს რაღაცა ავენტი თუ ავანტი, ფილიპსის როა თუ არ ვწდები, რაღაცა ბიბსი და სხვა არაფერი. აბა ვნახოთ ახლა აი ავენტები. ნუ მე ამ ავენტების ყიდვას არ ვაპირებ, ეს დიდი საისედაც. მაგრამ ეს ხეს 40 შეკელი 2 ცალი. ეს ბოთლები 2 ცალი 100 შეკელი. 260-იანები. დედამ ჩატარა კვლევა და მითხრა რომ დოქტორ ბრაუნსი არისო ყველაზე კარგიო, მე მგონიო ესე წავიკითხეო და ვეძებთ დოქტორ ბრაუნს. მე მგონი დოქტორ ბრაუნსი ისრაელში ესე არ იყიდება, მაგრამ iHerb-დან შეიძლება რომ გამოვიწერო და სავარაუდოდ მანდან გამოვიწერ. აი ესეთი კი მინდა მართლა. აი ესეთი აუცილებლად მჭირდება. სენ ცოტა არ მომწონს. ოღონდ ეს რა არის? მე არ ვიცი, აი ხარა განსხვავება ამასა და ამას შორის. ნუ კაი, ფერი და რაღაცები გასაგებია, მაგრამ ფუნქციურად ეს ძალიან დიდია. ეს ჩემს სახლში ვერანაირად ვერ დაეტევა ვერსად. ეს არ ვიცი, ეს ინკუბატორს გავს. ხო, ნუ მუსტელა ვიცით, რომ ყველაზე კარგია. ეს რა არის? რაღაცა კრემი. დასამშვიდებელი კრემი. კანის რო არ იყოს გაღიზიანებული. თერმომეტრიც ხო გვინდა უეჭო. ეს რამდენი რაღაცა გჭირდება ადამიანს? ადამიანს რა ბავშვს? ახალბედა მშობელს. ველედაც ვიცით, რომ ძალიან კარგია. 2 მოვიდა, აბა მოვძებნოთ. აბა სად არის? წავიდეთ, ვნახოთ. სავარაუდოდ ჩვენ აი ამ ბრენდის კალიასკას შევიძენთ. In is a triv, in is a allo. Triv next, ככה זה נקרא. אבל טריב? טריב, טריב. היא גם קנתה נונה. כן, היא גם הרבה קונים נונה, ביור מהירידה זה נונה. ועם נונה הזה אנחנו צריכים גם לקנות סלקל. עושה בטיפול. כאילו, אותו דבר שכאילו, אותו אחד שמתאים לנונה בדיוק. זה מה שאני יודעת. ეს უფრო პატარაა მე მგონი, ჩვენ ლიფტისთვის ვეძებთ პატარას. ოტოგოდე. კენ. შევიძინეთ კალიასკა, ჩამოვყალიბდით ნუნა ტრივ next ესე ქვია. 5 წელი ვიმუშავე ამ რა ქვია ამ სივრცეში და კიდე ვერ ვაგნებ სად რა ხდება. იმიტომ რომ ვაიბერთან არის ძალიან ახლო ჩემს ძველ ოფისთან. მოკლედ, შევიძინეთ ეს ნუნა ტრივ next ესე ქვია.
საკმაოდ მსუბუქია, დაახლოებით 8 კილო და 700 გრამი თუ რაღაც ეგეთი. მე არ დამაკეცინეს და არ ამაწევინეს, იმიტომ რომ ფეხბურთის რო ვარ, მაგრამ ორმა დაკეცა და გამოსცადა და ძალიან მოეწონა. ძალიან ლამაზი ფერია და ასევე შევიძინეთ მანქანაში პროდებენ ხოლმე მაქსკამს, არ ვიცი ქართულად რა ქვია, ექსკამი. საერთო ჯამში ანუ არც ისეთი ძვირი არ დაჯდა, ნუ აი იმის ფონზე რომ ამდენი რაღაცა ვიყიდეთ, იმიტომ რომ ცალკე კალიასკა, მე ეს რაღაცა სადაც ბავშვები წვანან პატარები, ეგეც ხომ მოყვება. აი სახელებს საერთოდ არაფერს არ ვიცი და ფოტოებს ჩავდებ, რომ მიგახვედროთ, თორე ძალიან მრცხვენია. ესე რომ ვლაპარაკობ. ტაქსი ბახაიმში როადი სადაზე ხუც მი აგადიერ კირო ახი ხოქში ახი აგადიერ ხო მაგრამ ერთი რჩევა რაც მოგწეს იყო შემდეგნაირი რომ ეს ყველაფერი შევიძინეთ გადავიხადეთ თანხის ნაწილი და დავტოვეთ საწყობში ეხლა ისრაელში სექტემბერში არის ახალი წელი და გვითხრეს რომ ახალ წელსო ფასები საკმაოდ კლებულობს ასე რომ შეგიძლიათო დაგვიკავშირდეთო ახალ წელსო ფასები როცა დააკლებაო და გვითხრათო ჩვენ გვაქვს შეკვეთილი ეს და ეს ვნახე რომ ფასი დაკდა ძალიან გთხოვთ დაკლებულ ფასში მომეცით ჩემი შეკვეთა და არ არის პრობლემაო დაკლებულ ფასში მოგცემთ ოღონდ ამისთვისო აუცილებელია რომ თვითონ საიტს ადევნოთ თვალყურიო და ნახოთო რომ ნუ არ გამოგრჩენთო ეს ფასდაკლებაო ასეც მოვიქეცით რამდენი რაღაცა გახსნილა გამადვაღი პათხუბო შელო რაღაც ნოსტალგია შემომაწოდა მომენატრა ვაიბერი, იმიტომ რომ ვაიბერი რა სამსახური, ბავშვები, თანამშრომლები. არა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო პატარა კალიასკა. ისეთი რომელიც შეტევდა ჩვენს ლიფტში და ჩემს მეზობელს აქვს ზუსტად ესეთი კალიასკა და მითხრა რომ აი ეტევაო, მაგრამ ძლივსო, მაგრამ ნუ ეტევაო რა. ხო და ეს სრულიად საკმარისია. ინეზე ხადაშ? fancy. ეს რაღაცა ახალი გავხსნიათ. ორს ვეუბნები აქ ჩამოირბინე და თმა შეიჭერი ხოლმე თქო. შინ გავზომეთ ლიფტი და ზუსტად აი 9 სანტიმეტრი შევა ადგილი ლიფტში მე მგონი. თავისუფალი. ეხლა მივდივართ, ხო, ამ მაღაზიას, სადაც ვიყავით, ქვია მოცეციმ. ეხლა მივდივართ შილავში. რო შევარჩიოთ კომოდი, საწოლი. ოღონდ საწოლი უკვე დიდი ბავშვის. იმიტომ რომ ჩემმა დაქალმა მითხრა, რომ მე მოგცემო 6 თვემდე რო ყოფნითო მაგ საწოლსო. შილავი არის უსაყვარლესი მაღაზია. ერთი რაღაცა მოვიშორეცო და ამოისუნთქა ორმა. לא יפה, אני לא אהבתי. רטו არ ვიყიდეთო იქო ბარემო. კომოდიო და რაღაცებიო და მეთქი არ მომეწონა. რაღაცა ძალიან პატარები იყო. ნახეთ რა ლამაზია. არ და ისრაელის ყველაზე ისეთ ქალაქში ვარ, აი, მოუვლელში. ტელეფონით შევეცდები რომ გადავიღო. ხო, ეხლა ავარჩეთ ბარემ ხის საწოლსაც. ერთნაირი კომპლექტი გქონდეს. ხის საწოლს მერე გამოვიყენებთ, რომ გაიზრდება ბავშვი. ძალიან მომწონს დუნა, ჩემმა დაქალმა მითხრა, რომ იყიდეო ძალიან კაია, მაგრამ ჯერობით არ ვიცი ვიყიდი თუ არა. თქვენ ვერც კი წარმოიდგინეთ რა დაგვემართა. წავედით შილავში დიდი სამბით და ხო ის აუცილებლად მაღაზია არის დაკეტილი.
7 საათი იყო 00 ისე 19:00 და მაღაზია იყო დაკეტილი და ძალიან ნერვები მომეშალა, იმიტომ რომ ეს იმას ნიშნავს, რომ კიდე მეორეც უნდა მივიდე და მესამეც უნდა მივიდე და მეოთხეც უნდა მივიდე და მე მგონი კი აწი ბევრჯერ მომიწევს მაგ მაღაზიაში მისვლა, მაგრამ რაღაცნაირად მინდოდა რომ ეს საწოლი და კომოდი უკვე შეგვერჩია და გვეყიდა და ეხლა ალბათ იქით კვირაში წავალთ და ვნახავთ კიდევ კარგი მადლობა ღმერთს რომ ჩემი ქმრის სამსახურთან ახლოა, ჩემთანაც საკმაოდ ახლო, ნუ სახლთანაც ახლოა, ასე თუ ისე და ვიმუშავებ ეს რაღაც 5-მდე და ეგრევე მაგ მაღაზიაში რო წავალთ იმედია მოვასწრებთ, იმიტომ რომ ამას წინათ ვიყავით რა, ისე დავათვალიერეთ. მოგვეწონა ძალიან ბევრი რაღაცა, მაგრამ ანუ არ ვიყავით მომზადებულები. სახში ავიღეთ ზომები, დაახლოებით რეხა ზუსტად ვიცი რა ზომის კომოდი მჭირდება და შეიძლება რომ დაეტიოს ჩვენთან. ასევე საწოლი დაეტევა იქით ოთახში არ არის პრობლემა, ეხლა ჯერ ვფიქრობთ რომ რა თქმა უნდა საძინებელში იქნება ბავშვი ჩვენთან ერთად. ხო, ანუ შესაბამისად ვერაფრის ყიდვა ვერ შევძელით და ვერ მოვასწარით, მაგრამ არა უშავს უფრო მეტი დრო მომეცემა იმისთვის რომ კარგად ნახო რა მინდა და როგორ მინდა. სამოს რაც შეეხება, ვფიქრობ რომ გამოვიწერო საბერძნეთიდან რატომაც არა, ეხლა ეს 5 ბოდი რო ვნახეთ, რომელიც გაჩვენეთ 180 შეკელი ღირდა, ჩემი აზრით ძალიან არაადეკვატური და გიჟური ფასია იმის ფონზე, რომ სულ რაღაც 3 თვეში ბავშვს ეს აღარ ჩაეტება. ამიტომ H&M-ის მაგალითად ფასები სრულად მიღებულია და დღეს გადავხედე რაღაცებს და ძალიან მომეწონა მშვენიერი 100%-იანი ბამბისგან დამზადებული მატერიის 60 აქვს, ასე რომ შევიძენ H&M-ში და ღირდა რამდენი? 3 ცალი, 5 ცალი ღირდა მე მგონი 16 евро. რა სად 16 евро და სად 178 შეკელი შედარებაც არ არის. 60 შეკელიც არ გამოდის. წარმოიდგინეთ, ერთი ბოდე თუ რომპერი, თუ რაც არის, გამოდის 10 შეკელი და აი ძალიან იაფია, ასე რომ რატომაც არა. რადგან ბევრს არა, ბევრის ყიდვას არაფრის არ ვაპირებ. ზოგადად არ მიყვარს ბევრი რაღაცების ყიდვა ისედაც. მაგაზე გამახსენდა ხა დღეს რომ ვიყიდეთ ჩვენ მანქანის სკამი, ბავშვის სამანქანოს სკამი, ბავშვის მანქანის სკამი. ალბათ ესე ქვია, ღმერთო, არ ვიცი, არც მინახავს. გადავამოწმებ მე მაინც რომ ვიცოდე ნორმალურად ქართულად რა ქვია. ან ეგ უნდა გვეყიდა, ან ხა ჩემი აზრით მეორე რომელსაც არ ვიცი რა ქვია, ესეთი კალათასავით როა. ოღონდ მანქანაშიც რო შეგიძლია რომ ჩადო და ესე კამრით დაამაგრო, ანუ არ ვიცი რა ქვია, მართლა არ ვიცი, იურითულადაც არ ვიცოდი. ეხლა ამ რა თქმა უნდა ორსულობის პერიოდში გავიგე და ძლივს ვარჩევ ერთმანეთისგან ჯერ სახელები ისევ მერევა. რა არის? რომპერი და ბოდე და რაღაცები წეღა ვისწავლე რომ გავიგე, არის გზემკლავიანი, ნუკლავიანი, ცალ-ცალკე ჩასაცმელი, ელვის შესაკრავით არის, ღილაკებით არის ესე. მოკლედ მაგაში ცოტა გავერკვიე. არა, ცოტა არა გავერკვიე. კალიასკებშიც გავერკვიე და აგერ ამ გარკვევის ფონზე შევიძინეთ და ხო რა შეეხება ამ სკამს, ამ მათ შორის მინდოდა რომ არჩევანი გამეკეთებინა. ხა ნამდვილად არ მინდოდა რომ ორივე მეყიდა, თუმცა ვხედავ და ვიცი რომ ან ორივე აქვთ. მე მგონი ორივე აქვთ, მაგრამ ამაზე მითხრეს რომ ანუ ეს ყველა ვარიანტში, ანუ აი აუცილებლობაო და მოდიო ამას გირჩევო და ეს მეორე ხა ჩავსავ ფოტოს რასაც გულისხმობ, თუ საჭიროება დაინახეო და თუ მოგინდაო, ყიდვაო, თუ დაგჭირდაო და თუ დაგაკლდაო, მოხდა ნებისმიერ დროს იყიდი, არ არის პრობლემაო. ამიტომ ხო ეს გადაწყვეტილების მიღება ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მაინც მანქანის სკამი ვარჩიე, ანუ ისეთი რომ დადგავდა თან ესე რომ ტრიალებს. ხო, ესეთი ვიყიდეთ. ეგეც იგივე ბრენდის არის, ნუნასი, იგივე ფერში ავარჩიეთ, ფერი ძალიან მომწონს, მე მგონი რომ ცუდი არ არის, რაღაც ანუ არც მუქია, ძალიან არც ძალიან ღია და იმედია კარგად გამოვიყენებთ, გავიგე რომ ძალიან კმაყოფილია ხალხი. როგორ ვქოშინობ, აი ეს ორსულობის ბრალია, თორე ლაქლაქის დროს არ ვქოშინობ ხოლმე. და რახან საყიდლებზე ვლაპარაკობთ, ჩემთვის შევიძინე რაღაცები, საორსულე და
ორსულობის შემდგომი და მინდა რომ გაჩვენოთ. და აქვე გაჩვენებთ რა ულამაზესი თეთრეული მაჩუკა დედა. ამ თეთრეულის ვიდეო გადავიღე საქართველოში, გორში, იმიტომ რომ ისეთი ლამაზი შეფუთვა ქონდა, ხა თქვენ თვითონაც ნახავთ, რომ აი ეგ რო არ გადამეღო და არ გამეზიარებინა, არ შეიძლებოდა. სხვანაირად არ გამოვიდოდა და აი ხა თქვა და იმ ხელა შეფუთვა იყო, რომ ვერ წამოვიღებდი, მაგ შეფუთვიანად არადა ძალიან დიდი სურვილი მქონდა, მაგრამ რა თქმა უნდა დავშალე და ისე წამოვიღე, მაგრამ თქვენ გაჩვენებთ და ეხა ნახეთ. და შემიფასეთ, მითხარით, რას ფიქრობთ? ულამაზესი თეთრეული მაჩუკა დედა. ჯერ შეფუთვა რაღაც საოცარია. შეხედეთ. რაღაც თავის პასპორტებიც კი ულამაზესი აქვს. პეპლებით. ნახეთ რა ლამაზია. საოცარი. ამას შეხედეთ. ამას შეხედეთ. კარგად მოვაყრიაო. ხა კიდე ისეთი ლამაზი არ ჩანს, როგორც სინამდვილეშია და რაღაც საოცარი ხარისხი აქვს. შეხედეთ. შოკი. და ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ან კონვერტი აქვს ესეთი ვეჭრელი, ან ზეწარი ქვია ხო, მე მგონი. ხო, აი ეს. შეხედეთ რა საოცრება ღმერთო ჩემო. და ეხა ეს მიმაქვს ისრაელში. ასობაში მე აქ რას ვიყიდი, ხო, რა თქმა უნდა, საურსულე ტანსაცმელს. ჩავიცვა მე და გაჩვენებთ. შარვალი ვიყიდე, შავი, აი არ მქონდა შავი შარვალი ორსულობისა. ძალიან მომწონს. ლარჯი ზომა. რა ლარჯი 40. ხო, ლარჯია მე მგონი, თუ არ ვიცი რა ზომა 40. აი ეს ძალიან დაუთოება რო არ უნდა. ეგეთია, გავრეცხავ ალბათ ხვალ. ეს თეთრი დეტალები აქვს. ძალიან გრილია. უგრილესი ამ მაღაზიაში 60%-იანი ფასდაკლება იყო, თუ არ ვწდები. და 200 შეკელის ნაცვლად ვიყიდე 60 შეკელად. შემდეგიც არის ორეული. დედამ მიყიდა ერთი ორეული უკვე თუ სამეულია, ხალათია, შარვალი და მაისური. და ვიყიდე კიდევ, აი, ესეთი მაგრამ ხელოსოფებია. ესეც რა ზომა, ესეც ლარჯია, ხა სხვანაირად არ ჩამეტეოდა. აი, ესეთი მოკლე მკლავიანი, მოკლე არა, აი, ესეთი მკლავი აქვს, აქამდე როა, ესეთი თხელი ნაკსოვებით არის. არც კი აი შეხედეთ როგორია, არ ვიცი. ნუ თავის ორეული და თავის შარვალთან ერთად შევიძინე, ასევე ძალიან კარგი და კომფორტული ესე რეზინზე. ამასაც ჩავიცვამ და აუცილებლად დაგენახებით ეს ვიყიდე ჩემს ერთ-ერთ საყვარელ მაღაზიაში ინტიმაში და ძალიან კარგი ხარისხია. აი რაც მაქვს ინტიმაში ნაყიდი ყველაფრით ვარ ძალიან კმაყოფილი. სიბნელესთვის სიბნელეში რო ვიღებ ვიდეოს ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით. რომ ესეთი ორეულია. ძალიან მომწონს. ისეთი სასიამოვნოა ტანზე. შოკი. არც მიჭერს, არც მუცელზე არ მიჭერს. ძალიან კარგია. ეს მკლავიც ესეთი. იდეალური. კონსულტანტმა თქვა, რომ მეც შევიძინეო. გადავიდე ჩემთვისო და აი ძალიან კაია. მთავარია არ აიბურწყლოს, მაგრამ მე მგონი რომ არ აიბურწყლება.
წონს ვარდისფერიც ჰქონდათ, მაგრამ აღარ ჰქონდათ ზომებში. მე მგონი ბოლოს სერიც წამოვიღე, ნუ ყოველ შემთხვევაში გივატაიმის ფილიალიდან. გახდა აღარ მინდა. ესეც შარვალის უბრალოდ გადავიცვი, ეს შავი მაისური. უგრილესი. უკარგესი. ვანახეთ. თეთრს უფრო მოუხდება. უბრალოდ თეთრი ეხლა რაღაც გადავიცვი თეთრი მაისურები და არაფერი არ ჩამედია. ორი რაც მეტევა გასარიცხებშია. ესეც ჩემი შენაძენები. ამასობაში ნენელა მოგვად გაუქმეები, ჩვენ შემთხვევაში პარასკევი შაბათი, ერთი სული მაქვს, ხუთშაბათ სახლში მოვიდე და ნუ სახლის საქმეები მაქვს ბევრი რა თქმა უნდა, იმას გავაკეთებ და მე პარასკევი შაბათი დავისვენო. რაღაც გეგმები გვაქვს, ხვალ გვინდა რომ წავიდეთ კინოში, მე და ჩემს მეუღლეს, ან ოდისეას ანახავთ, ან ახალი სპაიდერმენის, ახლა ჩვენ ორივე მარველის ფანები ვართ. უძველესი დროიდან მე მაინტერესებს ორივე ფილმი, სავარაუდოდ უფრო სპაიდერმენზე წავალთ, მე მგონი. არა და ოდისეაც ძალიან მაინტერესებს და იმედია მაგაზეც მალე გამომნახავთ დროს. და ეხლა ფილმი რო ვახსენე, გამახსენდა რომ მე და ჩემი ზუსტად მე და ორი გუშინ ვლაპარაკობდით მაგ თემაზე რა. რა პოსტი დაიდო ინტერნეტში, ინტერნეტ გაზეთში. ხალხი წასული იყო კინოში, კინოს ანუ ფილმის საყურებლად და ვიღაცა თინეიჯერები იმდენად შეუშალეს ხელი, რომ ვერაფერი ვერ მოისმინეს, ვერ გაიგეს, ვერ ისიამოვნეს, ასე ვთქვათ, მაგრამ შენიშვნის მიცემის შეეშინდათ. ხო და ამაზე სულ მახსენდება ერთი რაღაცა მომენტი, რომელიც აი ძალიან ისე მკვეთრად დამრჩა, დამელექა გონებაში. აღარ მახსოვს მე და ორი უკვე მაშინ დაქორწინე შეუღლებულები ვიყავით თუ არა. წავედით ფილმზე, მგონი ისიც მარველის ფილმი იყო. და ეხლა მარველის ფილმზე ეხლა მოგეხსენება ძალიან ბევრი ბავშვებიც არიან ხოლმე სამსწრე საზოგადოებაში იმყოფებოდნენ თინეიჯერები, რომლებიც ძალიან ხმაურობდნენ და ორმა მისცა შენიშვნა. ხო და მე როგორც აი ეს რაღაც ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე კი არა მენტალიტეტია ეს არ ვიცი ანუ იმიდან გამომდინარე რომ ვიცი ანუ რა ხდება ამ შემთხვევაში ხა შეიძლება რაღაცა არაფრიდან სავალალო შედეგამდე მივიდეს მოკლედ აი ესეთი შელაპარაკება ხო აი ესეთი შენიშვნა ესეთი პატარა შენიშვნა უმნიშვნელო ხო და მახსოვს რა ეს ვურტყავდი თუ ესე მუჯლუგუნებს ვურტყავდი რომ და ვეუბნებოდი რომ მეთქია დაანები თავი არაფერი არ უთხრა რა და მე რო გამოვედი მეკითხება რომ ვერ მივხვდიო რატომ აჩუმეფო რა ანუ რა პრობლემაა ანუ ხმაურობენ და შენიშვნა მივეციო და მაშინ შევეცადე რომ ამეხსნა რომ აი მეთქი საქართველოში ესე და ესეა და ვიფიქრე რომ შეიძლება აქაც რაღაც ისეთი დაძაბულობა მოყოს შემდეგ ну მოკლედ რაღაც ისე მისაყვედურასავით რა გამოხდა 2 წელი ხალხო და აი აგერ გადავაწყდით აი ამ სტატიას თუ პოსტს რაც გუშინ დაიდო და გავახსენე რომ გახსოვს მეთქი მაშინ რომ ესე და შენ რომ ესე მითხარი აი ამას გულისხმობდი თქო რა იმიტომ რომ ისე დაიძაბა ისრაელში სიტუაცია მაგ მხრივ ისე დაიძაბა ახალგაზრდებს აი საერთოდ ვერაფერს ვერ ეტყვი რა აი თინეიჯერები ვერაფერს ვერ ეტყვი რა გეშინიან რომ რაღაცა შენიშვნა მის სანამ ვიღაცას რაღაცას ეტყვი კი და ჯობია რომ საერთოდ არავის არაფერი არ უთხრა რა იმიტომ რომ ისეთი ამბავი შეიძლება მოყვეს ეხლა მოკიდებლობის დღეს ისრაელში მოხდა რაღაცა ტრაგიკული შემთხვევა აი ძალიან საშინელი შემთხვევა ერთ-ერთმა ანუ დამოკიდებლობის დღე ისრაელში არის გრანდიოზული დღესასწაული მართლა მთელი ქვეყანა აღნიშნავს დასვენების დღეა და ხო ლოგიკურია ხო არის ხოლმე არეულობებიც ახლა რასაკვირველია ხა ამდენი ხალხი რო გარეთ არის და ბავშვების ჯგუფი რაღაცა პიცერიის წინ ესეთი თოვლის შესაცხენია და ან თოვლი ან რაღაცა ფერადი რაღაცა მოკლედ არ ვიცი რაღაცა შვება და მაგას აფრქვევდნენ თურმე აქეთ იქით და ეს ხდებოდა ამ პიცერიის წინ და ერთ-ერთი თანამშრომელი გამოსულა და უთქვამს ეს პატარა ბიჭი იყო 18-დან 23 წლამდე ბიჭი იყო და შენიშვნა მიუცია რა რომ გეხოწებითო აქო ნუ ასხავთო მაგასო
იმიტომ რომ ანუ მე უნდა დავალაგო მე რაღაც ანუ ძალიან როგორც გადმოსცეს ტელევიზორში ძალიან კულტურულად მიუცი ამ ბიჭს შენიშნა თუ გაუფრთხილებია თუ თხოვნა ხო სთხოვა ეს ბიჭი მოკლეს ცემაში აი ამის გამო ეს ამბავი რომ მოხდა ყველა ესეთი რაღაცა შეძრწუნული იყო რომ რაღაცა იმის მერე ძალიან დაიძაბა სიტუაცია მანამდეც დაძაბული სიტუაცია იყო მაგრამ რაღაცნაირად აი ამ ამბავმა ძალიან იმოქმედა ქაურებზე ხა მე კი ვფიქრობდი საქართველოში რა ბოლო 2 წელიწადია თუ 3 წელიწადია სულ აი ესეთი აბსურდული სიტუაციები მესმის ხალხი რავი არ ვიცი მოკლედ საშინელება რა ეხა მე მგონი ორი თვითონაც მივხვდა რომ შენიშვნა კი არა და საერთოდ ჯობია რომ საერთოდ გაჩუმდე და არავის არაფერი არ უთხრა მე იხსენებდა რომ მე რო ბავშვი ვიყავიო რას ამბობ უფროსიო რაღაცას რომ მიტყოდა კანკალებდიო ანუ მე ხო ხმას ვერ ვიღებდიო უფროსებთანო ზოგადადო და აქეთ თუ შენიშვნა რომ მოეცათო ხო ალბათ რა ვიცი გავგიჟდებოდიო და ძალიან მართალია რა მეც ესე ვიყავი რას ქვია უფროსმა შენიშვნა მომცეს ანუ ჯერ ეს ერთი რას არასდროს არ ისიც არაფერს არ გავაკეთებდი რომ შენიშვნა მოსაცემი გამختارიყავი ვიღაცის ხარ. ხო და ეხლა მართლა ანუ ძალიან დიდი სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო რომ სანამ რამე სიტყვი. ერთხელ მახსოვს კოკა-კოლა გადაასხეს ვიღაც კაცს გოგოებმა იმის გამო რომ შენიშვნა მისცეს ესეც კინოში. მოკლედ აი ესეთი სიგიჟეები ხდება ამ ბოლო დროს და არ ვიცი როგორ უნდა ადაპტირდეთ მაგასთან არ ვიცი და მე რა თქმა უნდა ამ საუბარს მოყვა ის რომ ეხა ჩვენ რო შვილი გვეყოლება და როგორ იქნება და რაღაცა და მე ის რაღაცა ესეც ეტყვის ჩვენ შვილს და ესე იქნება მოკლედ ვისაც შვილები ყავთ უბრალოდ კარგად გამიგებთ ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს ვდგავთ და ცხოვრებას და ეტაპს ვიწყებთ მე და ჩემი მეუღლე და ეს არის ჩემთვის უდიდესი და დარწმუნებული ვარ ჩემი მეუღლესთვისაც უდიდესი პასუხისმგებლობა, აი უდიდესი. ნახოთ როგორ გავართმევთ თავს. ძალიან მაინტერესებს. წავედი ახლა სახლის საქმეებს მივხედო და დავიძინო, იმიტომ რომ ძალიან მეძინება და უკვე გვიანია. აქ დაგემშვიდობებით, ძალიან დიდი მადლობა რომ უყურეთ ჩემს vlogs. არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, გახსენებთ ტრადიციულად. და შევხვდებით შემდეგ შაბათს. დროებით!